დღეს საქართველოს მოქალაქის გარშემო ინფორმაციის უზარმაზარი მოცულობა მიმოიქცევა. მრავალი სატელევიზიო, რადიო, საგაზეთო თუ ინტერნეტის გამოცემა ცდილობს, რომ ხანდახან ერთმანეთთან შეუთავსებელი ინფორმაცია მიაწოდოს თავის აუდიტორიას. დღეს უკვე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ასევე სოციალური მედიის მეშვეობით სწრაფად გაავრცელოს პირადი მოსაზრებები მრავალათასიან ჯგუფებში. ჩდება კითხვა, თუ როგორ უნდა ვიურთიერთოთ სწრაფად სწავლებად და ადვილად ხალხისაცნობა ინფორმაციასთან, ისე რომ ამ პროცესში მაქსიმალური სარგებელი, მინიმალური ზიანი მივიღოთ. მედია წიგნიერების კომპეტენციები მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი საყრდენია ინფორმაციის თანამედროვე მასშტაბებთან გასამყარებლად. მედია წიგნიერება გულისხმობს მედიის არამხოლოდ მოძებნის, მიღების, გაანალიზების, არამედ ასევე მისი შექმნის და გავრცელების უნარჩვევებს. მედიად მიიჩნევა ნებისმიერი საშუალება, რისი მეშვეობითაც ინფორმაცია ვრცელდება, მუშავდება ან ინახება. მასობრივი მედიის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ საშუალებად უახლოეს დრომდე რჩება წიგნი. დღეს სულ უფრო სწრაფად იზრდება ინტერნეტში არსებული რესურსები. მედია წიგნიერება გულისხმობს ინფორმაციის კრიტიკულად გააზრების შესაძლებლობას, რომლის დროსაც ადამიანი აფასებს, რამდენად სამდოა ინფორმაციის წყარო. ამისას ემსახურება ინფორმაციის გავრცელება, რამდენად დასაბუთებულია მოცემული მსჯელობა და დაშვებებს ითვალისწინებს ის. ადამიანი ამ დროს აქტიურად ასხავებს ფაქტს ინტერპრეტაციისგან, კერძო მოსაზრებას ობიექტური მოწამლობისგან, სწორხაზოვნებას მრავალმხრივობისგან. მედია წიგნიერების უნარჩვევები ადამიანს შესაძლებლობას აძლევს თავად გახდეს ფართოდ გავრცელებადი ინფორმაციის წყაროც. ამ კომპეტენციების მფლობელ ადამიანს შეუძლია მედია ეფექტურად გამოიყენოს პიროვნული თუ საქმიანი კავშირების დასამყარებლად, სოციალური თუ პოლიტიკური ცვლილებების მოსახდენად, განათლების თუ დასაქმების შანსების გასაზრდელად. რა არ უნდა გავაკეთოთ სწავლებისას? სწავლებისას არ უნდა გამოვიყენოთ ინფორმაცია წყაროს მითითების გარეშე. მოსაზრებები არ უნდა მივაწოდოთ მოსწავლეებს როგორც ფაქტი, რომელსაც კრიტიკის გარეშე დავეთანხმებით. ასევე არ უნდა დავნერგოთ კლასში მოსაზრება, რომლის მიხედვითაც მედია და წიგნი ერთმანეთის ალტერნატივაა. მედია წიგნიერების კომპეტენციების განვითარება აქტიური საუბრიშოების გარეშე ლექციებით და შეგონებებით არ უნდა ვცადოთ. არ უნდა მივაწოდოთ მოსწავლეებს პასუხები დასმულ კითხვებზე. არ უნდა გვეგონოს, რომ მედია წიგნიერების კომპეტენციების შესწავლა ცალკე ამისთვის არსებული საგანია საჭირო. რა უნდა გავითვალისწინოთ სწავლებისას? მოსწავლეებს უნდა იცეთ დავალებები, რომლებიც შეასრულებად კვლევას და ინფორმაციის წყაროების კრიტიკულად შერჩევას მოითხოვს. უნდა მივაჩვიოთ ისინი ინფორმაციის გადამოწმებას და ამისთვის ეფექტური ხერხების გამოყენებას. ავარჩიოთ მოსწავლეები უცნობ აუდიტორიას და ურთიერთობისთვის სხვადასხვა მედიის გამოყენებაში. ასევე უნდა განვითაროთ ვიზუალური ინფორმაციის წაკითხვის უნარჩვევები. განვითაროთ მედიასთან დაკავშირებული ლექსიკა. მაგალითად, ისეთი როგორც არის ფაქტი, დაშვება, წყარო, კონტექსტი, ქვეტექსტი, დამაჯერებლობა, მიზიდველობა, ანალიზი, ინტერპრეტაცია და სხვა. ალბათ ერთი მაგალითი ეროვნული სასწავლო გეგმიდან. 9 კლასის ქართულის მიმართულება გვეუბნება, რომ ყველა მოსწავლეს უნდა შეეძლოს 9 კლასის ბოლოს პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება, გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, რომ რომელიმე მხატვრული ტექსტის სიუჟეტის საფუძველზე ჯგუფებში მოამზადონ ჟურნალისტური რეპორტაჟი, რომელშიც ინფორმაცია მრავალმხრივად და პატიოსნად იქნება წარმოდგენილი. ნამუშევარს თან უნდა ახლდეს პლაკატი, სადაც ვიზუალურად იქნება გადმოცემული რეპორტაჟის ძირითადი გზავნილი. ნამუშევრის წარდგენისას მასწავლებელი სთხოვს აუდიტორიას, ანუ მოსწავლეებს, რომ ჩაინიშნონ თუ რა ფორმით მოხდა ინფორმაციის მიწოდება, რა ფაქტების, დაშვებების, ინტერპრეტაციების, წყაროების გამოყენება ჩანდა და რა შეიძლება ყოფილიყო ჟურნალისტის მიზანი. სახლში მოსწავლეები ამის შემდგომ წერენ გამოხმაურებას რომელიმე ნამუშევრის შესახებ, სადაც ჩანიშნული საფუძველზე კრიტიკულად აანალიზებენ წარმოდგენილ ინფორმაციას. რადგან არის ეს დავალება კარგი მედია წიგნიერების განვითარებისთვის? ეს დავალება გულისხმობს ვიზუალური გზავნილების წაკითხვაში და შექმნაში დახელოვნებას. ეს დავალება გულისხმობს არამხოლოდ კრიტიკულ ანალიზს მედიის, არამედ ასევე ინფორმაციის გადამუშავებას აუდიტორიის გათვალისწინებით.
დავალება იძლევა მედიაციგნიერებასთან დაკავშირებული ლექსიკის განვითარების შესაძლებლობას და ასევე ეს დავალება გულისხმობს მედიაციგნიერების განვითარებისთვის აქტიური სწავლების მიდგომების გამოყენებას. ამგვარი დავალებების გამოყენებით მასწავლებლები შეძლებენ მედიაციგნიერების უნარჩვევების განვითარებას სკოლებში.